მახაჩევმა 2 დღის წინ ინტერვიუში თქვა, რომ შესთავაზეს ბრძოლა, UFC-მ შესთავაზა იანვარში ბრძოლა, მაგრამ უარი თქვა მახაჩევმა, იმიტომ რომ მას უნდა ბრძოლა რამადანის მერე და ასევე ისლამმა თქვა, რომ ფიქრობს, რომ მორალეში შესთავაზეს და ეს იმას გვეუბნება, რომ UFC-თვის ნომერ პირველი კონტენდერი ახლა welterweight-ში მორალეშია და დიდი ალბათობით UFC მიაწვევა მორალეშის საჩემპიონო ჩხუბს და ისლამს თავის პირველი ქამრის დაცვა ზუსტად აი ამ კაცთან ექნება. პატარა პროგნოზი მინდა გავაკეთო და ჩემი აზრით თქვა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები welterweight-ის დივიზიონში. მოკლედ, რადგან UFC ფუშავს მორალეს, ესე იგი უსმანი დიდი ალბათობით უსმანის ჩხუბი არ გვექნება მახაჩევთან, რადგან მართლა სისულელე მგონია უსმანის ქამარზე ჩხუბი ეხლა მარტო იმიტომ რომ ჩემპიონი იყო ამ წონაში და ბაკლის მოუგო ბოლოს, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ იგი იმსახურებს ეხლა მერვე თუ მეცხრე ნომერია და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემპიონი იყო და ლეგენდა არის სპორტის, ფიქრობდი შეიძლებოდა ესე ტკბილად გაეშვათ რიტაირმენტში, პენსიაზე. თან იქიდან გამომდინარე, რომ ისლამს და უსმანს ალი აბდელაზიზი ყავთ მენეჯერი, ერთი მენეჯერი ყავთ და შეიძლებოდა ჩაეხლართათ რაღაც ამბები, მაგრამ საბედნიეროდ მგონია, რომ მორალეში ყავთ პირველ ნომრად ეხლა და მართლა ძალიან კაი ჩხუბი გვექნება რა, თუ ჩაინიშნა ეს ბრძოლა მორალეში ისლამი.